არტარეა უკვე სილქნეტის და კავკასუს ონლაინის მომხმარებლებისთვის. ეს კომპანია ესე იგი დაარსდა 10 წლის წინ. ფაქტიურად 10 წელი გავიდა, 2005 წელს დაარსდა არქიტექტორების ლევან მუშკუდიანის და გაგა კიკნაძის მიერ. ამ 10 წლის განმავლობაში მე ვიტყოდი, რომ უამრავი პროექტი შესრულდა, როგორც კერძო სექტორთან ურთიერთობაში, ასევე სახელმწიფო სექტორთან. ყველა პროექტი განსხვავებული იყო ერთმანეთისგან. ანუ კერძო სექტორში მუშაობდით ბანკებთან, ძირითადად TBC ბანკთან, აი მაგალითად სათავო ოფისი ამ კომპანიის განხორციელებული პროექტია, ასევე მწვანე შენობა მარჯანიშვილზე, ოფისების ცენტრი, იყო გაკეთებული, ესე იგი, ამერიკული აკადემია ამ კომპანიის მიერ, რომელიც ასევე ლისის ტერიტორიაზეა. სახელმწიფო პროექტებში ჩვენ ვიმუშავეთ ქუთაისის ცენტრის რეაბილიტაცია, ეს იყო ბათუმის ერთ-ერთი ქუჩის რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ასევე თბილისში მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია. რაც შეეხება ჩვენი კომპანიის, ასე ვთქვათ, როგორ მუშაობთ ამ კომპანიაში. სტილი, მე არქიტექტურულ სტილს არ ვგულისხმობ, თვითონ მუშაობის სტილს. ჩვენ გვყავს ორი ავტორი კომპანიას, ეს არის აი გაგა კიკნაძე და ლევან მუშკუდიანი, რომლის მიერათაც განხორციელებულია ეს პროექტები. ისინი აკეთებენ ამ არქიტექტურულ მხატვრულ გადაწყვეტილებებს, იღებენ ამ პროექტების და შემდეგ მუშავდება ეს პროექტები. მუშავდება მთავარი არქიტექტორის მიერ და შემსრულებლების მიერ. თუმცა კი ბევრ პროექტში თანაავტორებიც ყავთ. აი მაგალითად ლისის პროექტში თანაავტორია ვახო ვისოცკი, რომელიც აგრეთვე ასე ვთქვათ არქიტექტურულ მხატვრულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას იღებდა.
გაკეთდა რამოდენიმე ვორქშოპი. აი კონკრეტულად ამ ტერიტორიასთან მიმართებაში და ეს იყო გენერალური გეგმის და არქიტექტურის განსაზღვრა და ამ ვორქშოპში იღებდა მონაწილეობას ძალიან ბევრი მოწვეული კომპანიები ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც კი. და რამოდენიმეჯერ გაკეთდა ეს ვორქშოპი. ეს არ იყო ერთხელ და ამ ვორქშოპზე ვიყავით ჩვენი კომპანიაც მიწვეული იყო. და აი ამ ხნის განმავლობაში საბოლოო ვორქშოპი, როდესაც იყო ეს სადღაც 4 წლის წინ, იქ უკვე განისაზღვრა და გადაწყვეტილება მიიღო ლისი ვერანდამ, რომ ჩვენ ვიქნებით ავტორები აი ამ პროექტის. საცხოვრებელი უბანი, სადაც ახლა ვართ, ეს არის პირველი ეტაპი იმ დიდი განაშენიანებისა, რომელიც ჩაფიქრებულია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 350 ჰექტარზე. 350 ჰექტარზე წარმოდგენა რო გქონდეთ, ეს არის ვაკე რამხელაც არის, ვთქვათ, იმ ვერეს ხეობიდან, თებამდე, უნივერსიტეტიდან ვაგებამდე, აი ამ ხელა ტერიტორია და ნუ ეს არის ის პირველი პატარა ნაბიჯი, რითიც ამ უბნის ათვისება დაიწყო. თვითონ ეს ტერიტორია საინტერესოა ლისის ტბის გარშემო 350 ჰექტარი, ეს იყოფა 3 სხვადასხვანაირ ზონად. ერთი მთავარი ზონა არის ლისის ტბის გარშემო, ხედით ლისის ტბაზე, რომელშიც იგულისხმება საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო და სპორტული დანიშნულების ობიექტები, არასაცხოვრებელი. მეორე ზონა არის მშრალი ტბა, ეგრეთ წოდებული, ანუ პატარა ქედით ლისის ტბისგან გამოყოფილი ტერიტორია, რომლის ცენტრში არის სეზონური ტბა და მესამე ტერიტორია ეს არის უკვე ტერიტორია ქალაქის ხედით, რომელიც ქედით არის გამოყოფილი ასევე ლისის ტბის ტერიტორიისგან ორიენტირებულია ქალაქზე და გამოირჩევა იმითი, რომ აქვს კარგი ხედი და დიდი სივრცე წინ. თვითონ ამ ზონებზე რა შეიძლება ითქვას, რომ ის პირველი ზონა, ანუ ლისის ტბის გარშემო იქნება ძირითადად სპორტული დანიშნულების, ანუ აი მნიშვნელოვანი რაც კეთდება, რომ ლისის ტბის გარშემო გაკეთდება სპორტული წრე, სავარჯიშო. მეორე ზონა, მშრალი ტბის ზონა, ასევე იქნება მომავალში განაშენიანებული, ოღონდ ძალიან დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანებით. და მესამე ზონა, სადაც ეხლა ვართ, ანუ თბილისის ხედით, ეს იქნება საშუალო სიმჭიდროვის განაშენიანება, რასაც ეხლა უყურებთ. თვითონ პრინციპი ამ განაშენიანების, თქვათ, როგორია, ვინაიდან ეს არის ფერდები, ამ ფერდებს დაყოფილია ხევებით, ამ ფერდებს მიყვება გზა, სერპანტინი, სატრანზიტო გზა და ამ სერპანტინიდან ხდება შესვლა თითოეულ ესეთ საცხოვრებელ პატარა კვარტალში, იმისთვის რომ მეტი სიწყნარე იყოს, თქვათ, ამ კვარტალში. ყველა სახლს, ყველა ბინას აქვს ხედი აი ამ სივრცისკენ, თბილისისკენ და ამ კვარტალის შუაში განლაგებულია ბაღი. ნუ ვინაიდან აქ ბუნებრივი გამწვანება არ არის, ამიტომ ეს მთლიანად ეს ბაღი დარგულია, ჩამოიტანეს სპეციალურად და დამკვეთმა ჩამოიტანა იტალიიდან
ხეები, მრავალწლოვანი ხეები დარგეს უვლიან და პრინციპში რო წარმოვიდგინოთ რაღაც პერიოდის მერე ეს საკმაოდ ლამაზი ბაღები უნდა იყოს. უნიკალურობა ამ ადგილის, ასე ვთქვათ, რა არის, რომ აი 350 ჰექტარზე, რომელიც საბოლოოდ ჩაფიქრებულია, რომ გაშენდეს, შესაძლებელია რაღაც ერთიანი, ისეთი ნორმალური კონცეფციის გატარება. ისევ და ისევ დაბალი სიმჭიდროვე, სიმწვანე, ხედები და ნორმალური წყნარი საცხოვრებელი გარემო. ხეები ჩამოიტანეს იტალიიდან, დიდი ხეები დარგეს უვლიან, აგური ჩამოიტანეს ასევე იტალიიდან, ხე ფასადის ჩამოიტანეს ჰოლანდიიდან სპეციალური ხსნარებით დამუშავებული ხე არის. პრინციპში დანარჩენი ბეტონი მონაწილეობს აქ კიდე და ზოგან შეღებილი ზედაპირები. კარფანჯრებით, კარგი ხარისხის არის და ცნობილი რაღაც შუკორო არის ფირმა. შემთხვევა ესეთი უნიკალური, რომ ახალი უბანი იქმნება ახალ ტერიტორიაზე, ისე რომ პრინციპში არავის და არაფერს არ უშლის, ცალკეა, არც არსად ამოეჭხირება, არც არაფერი და ზომა ის საკმაო აქვს, რომ პერსპექტივა და მომავალი კონდეს და პლუს აქვს თავისი ერთი უდიდესი პლუსი, ლისის ტბა, რომლის გარშემოც მწვანე ტერიტორიაში, რა თქმა უნდა, არანაირი არც საცხოვრებლის და არც მსგავსი რაღაც მშენებლობა არ იგეგმება, უკვე არის აშენებული ამერიკული აკადემია. The American Academy in Tbilisi was started in 1993. Mr. Givi Zaldastanishvili and I came to Tbilisi to talk about starting a school. It took us 8 years to find the amount of funds necessary in order for starting this school. And we opened the school with one class of 54 students and 5 teachers in 2001. Our plans for the future, we have just moved into this building. This is the second year that we have occupied this wonderful facility. Our future plans are
that we want to start an online academy so that we may reach students out in the provinces of Georgia and offer our kind of education to a growing population of students who may not be able to travel here or who may not be able to afford to pay the considerable tuition that we charge. So those, I would say, are those are our two plans. One other one would be that we hope to hire as teachers our graduates who have been educated in the United States and Europe, because we want to continue to have teaching to be the center and the most important aspect of our school. ეს აბანო არის ერთ-ერთი წერტილოვანი ნაგებობა აი ამ მთელი მწვანე ქალაქის ფარგლებში. ამ შენობის არქიტექტურას აქვს თავისებური ისტორია, იმიტომ აქ იყო პირველი ვარიანტი შენობის, ის იყო უფრო დინამიური ფორმის თვალსაზრისით, მაგრამ მე რიგი მიზეზების გამო ეს პროექტი შეიცვალა და ჩამოვყალიბდით უფრო ლაკონურ სადამოცულობაზე, რომელშიც ტექნოლოგიური რთული გეომეტრია, რომელიც აქ ზოგადად გოგირდის აბანოებს, იმიტომ რომ გროვდება ორთქლი და ეს უნდა ბუნებრივად გაიწოვოს. ეს ყველაფერი მოექცა აი ამ მარტივი სამკუთხა ფორმის წიაღში. ეს შენობა ერთ მხარეს დახრილია, მას აქვს მწვანე ბალახის სახურავი და ერთ მხარეს დახრილია იმ მხარეს, სადაც არის სტადიონი, იმიტომ რომ ეს ფერდი, რომელსაც ეს ქმნის, მისი გეომეტრია არის ამავე დროს ტრიბუნა ამ სტადიონისთვის. ესეც გარკვეული მოთხოვნა იყო და ამან განაპირობა აი ამ შენობის გეომეტრია. საბოლოო ჯამში აბანო მოემსახურება დაახლოებით 50 ადამიანს. განსაზღვრული არის VIP მომსვლელებისთვის ერთი 20 კაციანი ოთახი, 3 მცირე ზომის ოთახი და 2 საერთო აბანო, რომელიც გაყოფილი არის მამაკაცებისათვის და ქალბატონებისათვის. მასალების თვალსაზრისით ძირითადი 90% არის ბეტონი, რომელიც დარჩება ესე როგორც არის, გაიწმინდება და მომზადებული იქნება იმისთვის, რომ გაუძლოს შემდეგ ამ ორთქლს. და ასევე ემატება რამოდენიმე მასალა უსაპირკეთებლად, ეს არის მოზაიკა, ხე და ბალახი, რომელიც იქნება აი აქ შიდა ეზოში, სადაც ახლა ვდგევართ. ლისის ტბა, რა თქმა უნდა, ცენტრალური კომპონენტი და ელემენტია ლისის კომპლექსის, მაორგანიზებელი, ასე ვთქვათ, და ის მიზიდულობის რაღაცა კერა, რომელიც ვთქვათ, არა მარტო აქ გვერდზე მაცხოვრებელს, არამედ მთელი თბილისს შეიძლება მოემსახუროს. თვითონ ამ ტბას რაც აქვს დღეს კარგია ეს ბუნებრიობა და სიველური, აი ეს არ გვინდა დაუკარგოთ არც ერთ შემთხვევაში. აი
აი ეს ჭალა, რომელიც ტბის გასწვრივ არის, თბილისიდან თბილისისკენ. ეს ჭალა იქნება, მანდ იქნება ვთქვათ ისე რაღაც სასწავლო დაწესებულებები, ისე როგორც ერთი სკოლა აშენდა ეხა და იქნება კიდევ საგამოფენო დარბაზები და თქვათ რაღაც ისეთი საზოგადოებრივი დანიშნულების რაღაცეები, რაც თქვათ ამათ შეიძლება დამატებით მოიზიდოს აქ თბილისიდან ხალხი.